ეხლა მოისმენთ სული შემძვრელ ვიდეოს, სადაც ბავშვი გვიყვება თუ რასთან უწევს თავის თანატოლებისგან გამკლავება მას შემდეგ, რაც დედამ გადაწყვიტა, რომ საჯაროდ ითხოვოს დახმარება. სულ უნდათ რომ ეცემე, მაგრამ მე გავბოდი. ვერ მეწეოდნენ, მაგრამ მე ძალიან ბევრი იყვნენ, ერთხელ კი მცემეს, მაგრამ არაუშავ. უნდათ რომ მოერიან და მაგარი თავი გავაიჩინონ, მაგრამ ეგ არ ის სმაკრობა, მთავარია კეთილი იყო და აკეთო სიკეთეები და არა სიბარატე. შენ გინდა გაიხსენი, აბა როგორ დაიწყო ეს რომ უნდა და ჩემთან რაღაც. მე როცა ადრე ცხოვრობდი იქ ის სახლში, იმ კორპუსში და მან უმეჩხუბებოდნენ და აი ადრე რას გეუბნებოდნენ ხოლმე ჩხუბის დროს როგორ იწყებოდა ხოლმე შეგიძლია ეგ რო გაიხსენო? აბა როგორ მოხდა მაგ დღეს რა მოხდა ზუსტად? მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ უზრუნველო. აი ამ ვიდეოს შემდეგ გულწრფელად ვდგავარ და გთხოვთ ნებისმიერ თქვენგანს დახმარებას. პირველ რიგში იმით, რომ გააზიაროთ ეს ვიდეო და მეორე რიგში იმით, რომ თითო ლარი მაინც დარიცხოთ მითითებულ ანგარიშებზე. 25 რიცხვამდე ვაგროვებთ 800 ლარს იმისთვის, რომ ეს ბავშვები და მათი დედა არ დარჩნენ გარეთ. მათ აქვთ ბინისქირა გადასახდელი 25 რიცხვამდე, რათა არ დარჩნენ გარეთ, ამიტომ გთხოვთ, რომ მინიმუმ გააზიაროთ ეს ვიდეო.